აი საწავით ისი აყენია. ვერ საქმე ის რაღაცა უნდა გავაკეთო. აი იქეთ მანქანა, იქეთ მანქანა. სასაგებია. ეს მანქანა ამოებული აკიცემ ისეთ ადგილზე რომ ინვარით და გადასვლელი ქონდა დაკეტილი. როგორ უნდა გადავიდე ეს ადამიანი მით? ნუ ეხან უნდა გაგეგორებია და არა 1 საათი მალობია. რაღაცა ადამიანებს შეიძლება აგენეი კალებია, ჩაგეტერებინათ თქვენ. ერთი საქმე იქ გადასვლელი გაქვს დაკეტილი. მეორე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის გადასვლელი. პირადობის მოპყრობა წარმოვიდგინეთ და დაჯარიმდეთ. ჯარების კული ლემიჩე მართლა და არა ის პრობლემა არა. ესეთი მდგომარეობა ეხლა რა ვიცი მეტეს. ვერ საკით და ვერ ჩიკით ვერ გავწევ. საკა მაშინა ჩავიდი ის რა. არა, ვიქე და გავი ვიქე. დავაფიქსიროთ ის მომენტი, რომ იქ მანქანებია ზებრა გადასასვლელი და აყენია ამდენი მანქანა ეს. გამოვიარე ვაჟა-ფშაველას და მინდა გადმოვიდე მეორე მხარეს. ისეთი საშინელი მდგომარეობა დახვდა, გზის გაგრძელება ვერ მოახერხა. ამაში შემთხვევით მეცა ამოგუზანა პატრული, რომელმაც ყველა ნომრები ჩაიწერა და იმედი გამოდგა, რომ დაგეხმარებით და მანქანებს გავანთავისუფლოთ ტროტუარსოდან. ჯერჯერობით დღევარ და ველოდები პატრულის გადაწყვეტილებას, რომ ეს ტროტუარი საიდანაც მე უნდა ვისარგებლო, მთლიანად ჩახრილია მანქანები. კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოყენების საშუალება არ აქვს. ამას დიდი ყურადღების მიქცევა მჭირდება. რატომ მეტავენ ამ მანქანას? სულ ჩაგედილია ესეთი გადასასვლელი მანქანა. მოწოდებს დავიკავშირდა მოქალაქე, მას ჰქონდა პრობლემა, რადგან ჩახერგილი იყო პანდუსი ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ჩვენ მოვედით და ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიცია, მათ უკვე რეაგირება მოახდინეს და დააჯარიმეს იმ მანქანის პატრონი, რომელსაც ჩვენ ყველას მოუწევთ, რომ არ გააჩერონ მანქანები პანდუსთან, რადგან ისინი აფერხებენ ეთნიკურ მოსიარულე ადამიანების სავალ ნაწილს.